უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების განხილვას პარლამენტი ასევე მიმდინარე სასესიო კვირაში დაიწყებს. პოლიტიკურ პარტიებში მწვავე განხილვის საგანია თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება. ამ ცვლილებებს აკადემიური პერსონალის და სტუდენტების ნაწილი ეწინააღმდეგება. მართლ გულჩი კი განმარტავენ, რომ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება პირველ რიგში პროფესორ მასწავლებლების და სტუდენტების ინტერესებს და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. ეს არის კლასიკური ანტირეფორმა, რომელიც უკანაც არის ერთის მხრივ სრულად მოკლა აკადემიური ავტონომიის ქვეყნის მთავარ სახელმწიფო უნივერსიტეტებში და მეორე ესავით მათ ქონების დაპატრონება, კონტროლი და ქონების მართვა. ღმერთს არ უქმნია არც თესეუ და არც ტექნიკური უნივერსიტეტი, არც ერთ საერთაშორისო სტანდარტით, ეს არის ძალიან ცუდი ორი უნივერსიტეტი, რომელსაც ცალ-ცალკე რეალური რეფორმა ჭირდებოდა, თუ ამის რაიმე ლუფტი და შესაძლებლობა არსებობს და შეწყმული რაღაცა მონსტრისგან, რომ რამე კაი გამოვა, უბრალოდ ეს ყველა სტანდარტ საერთაშორისო გამოცდილებას სრულად ეწინააღმდეგება. ის რეფორმა, რომელიც მათ დაანონსეს და რომელსაც ისინი გვთავაზობენ, რა თქმა უნდა, არ ემსახურება ამ უდიდესი გამოწვევის შესახებ მუშაობას, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ ემსახურება ხარისხის გაზრდას, განათლების ხარისხის მატებას, ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული აზრის გაქრობას ჩვენს ქვეყანაში, აკადემიური თავისუფლების შეზღუდვას, კორუფციულ ინტერესებს და მათ აინტერესებთ კონკრეტული უმაღლესი სასწავლებლების შენობები და რა თქმა უნდა ივანიშვილის მიერ აშენებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოზიციების გაძლიერებას. მოთხოვნა ყოველთვის იყო მათ შორის ეგრეთ წოდებული ვითომ რადიკალური ოპოზიციისგან, სინამდვილეში აგენტურისგან, რომ განათლების რეფორმა იყო საჭირო, რომ განათლების სისტემაში იყო გარდამტეხი ცვლილებების შესატანი. და როგორც კი ახლა დაანონსდა ეს ცვლილებები და აბსოლუტური უმრავლესობა აი ამ ცვლილებებში არის პოზიტივი და ვერაფერი ვერ თქვა, ეხლა ესეც აღარ მოსწონთ. ანუ ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ნაცმოძრაობას და მის ფილიალებს ზოგადად დღის წესრიგი არ გააჩნიათ. რაც შეიძლება რომ კარგი მოხდეს ქვეყანაში, მყისიერად ამოდის მათი თეზისი, რაც უარესი საქართველოსთვის, მით უკეთესი ჩვენთვის. ამ რეფორმის მთავარი მიზანი არის პირველ რიგში კვალიფიციური კადრების მომზადება, უფასო სწავლების გამართლება იმ ხარისხით, რასაც განათლებული საზოგადოებისაგან, ანუ კურსდამთავრებულებისაგან მივიღებთ, იმიტომ რომ სახელმწიფო უშველებელ რესურსს ჩადებს ამის მომზადებაში და რასაკვირველია ფაკულტეტების რაციონალიზაცია და დარგების და თემების და სპეციალობების მიხედვით გაცილებით უფრო ეფექტური იქნება, მათ შორის იმისათვის, რათა საზოგადოებას, მასწავლებელ საზოგადოებას, პროფესურას ხელფასიც მოემატოს და მთელი ეს ინტელექტუალური მათი რესურსი იქნას მობილიზებული ერთი კონკრეტული ფაკულტეტის გარშემო. ამ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანით და მათ შორის გაერთიანებაც ემსახურება იმას, რომ განათლების ხარისხი იყოს ისე უზრუნველყოფილი უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში, რომ ჩვენი უნივერსიტეტი მოხდეს სულ მცირე 5 ასეულში. რაც შეეხება სპეკულაციებს გაერთიანებასთან დაკავშირებით, არც ერთ ნაწილში, არც საკანონმდებლო კუთხით, არც დადგენილებაში ქონებაზე საუბარი საერთოდ არ არის და ესეც ერთ-ერთი მანიშნებელი რომ სპეკულაცია არის. რაც შეეხება უშუალოდ აზრს და იდეას, არის ის, რომ რაც არ უნდა ჩვენ ვისაუბროთ ჰარვარდზე, კემბრიჯზე, ოქსფორდზე, რა თქმა უნდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ასევე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს უდიდესი ისტორია და ფასდაუდებელი წვლილი ჩვენი ერის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.